გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო, უღრმესი მადლობა პირველ რიგში გამოწერისთვის და თქვენი პოზიტიური განწყობისთვის. ძალიან სასიამოვნოა და მიხარია, რომ ასე მოგწონთ ის, რასაც ვაკეთებ თქვენთვის და რასაც საუბრობ ხოლმე. მაშასე ჩვენი დღევანდელი თემა არის რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი კონკრეტულად თქვენზე. წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, მისი სახელი თქვით გულში, მოეწყოთ კომფორტულად, დაისხით თქვენი საყვარელი სასმელი და დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ადამიანი? ნახოთ მისი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დავწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო გეხებათ თქვენ. თქვენი ადამიანი ვინ არის ის? თქვენი ადამიანი არის ქარიზმატული, ენერგიული, მხიარული, პოზიტიური ადამიანი. ის ასხივებს ენერგიას, ის მუდამ მზად არის მოქმედებებისთვის, თავგადასავლებისთვის. შეიძლება სწავლობს რაღაცას, ყველასთან ასე არ იქნება, მაგრამ გარკვეულ პროცენტთან ეს ადამიანი რაღაცას სწავლობს, ან რაღაცას აკეთებს საკუთარი ძალისხმევით, საკუთარ ძალისხმევას დებს რაღაც საკითხში. კიდევ ვინ არის, დავამატოთ მეორე არკანიც. ეს არის ადამიანი, რომელიც თქვენთან ერთად თავს შესანიშნავად გრძნობს, ის ყოველთვის მზად არის თქვენს გასამხიარულებლად, თქვენთან ერთად ყოფნისთვის, მას ძალიან სიამოვნებს, როდესაც ხართ ერთად. მეგონი საკმარისია და წესით უნდა ამოგეცნოთ არის თუ არა ეს ვიდეო თქვენთვის. ვინც დარჩეთ ძვირფასებო და ვისთანაც ემთხვევა, განაგრძეთ ნახვა. რას ფიქრობს ეს ადამიანი კონკრეტულად თქვენზე? შანსს სიტყვის ეს ადამიანი და საერთოდ ზოგადად ფიქრობს, რომ თქვენ ხართ გამართლება მის ცხოვრებაში. შეხედეთ როგორი არკანები ამოდის ძვირფასებო. ორიანი თასი. თქვენ ხართ მისი ადამიანი, თქვენ ხართ ის, ვისიც მას უსიტყვოდ ესმის და ასევე თქვენ გესმით მისი. თქვენ ხართ ერთმანეთისთვის შექმნილი მისი აზრით და ეს ყველაფერი არის უმაღლესი ძალების მიერ მოცემული სიყვარული. თქვენ სიყვარულში ჩარეულია ბედის წერა. ესე ფიქრობს ეს ადამიანი? კიდევ რას ფიქრობს თქვენზე კონკრეტულად? ის ელოდება რაღაცას ძვირფასებო? რას ელოდება? ის ელოდება, როდის დასრულდება რაღაც ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც მას ძალიან არ მოსწონს, სადაც ის თავს არაკომფორტულად გრძნობს, სადაც ის თავს გრძნობს მოტყუებულად, ან მას უწევს რაღაც მანიპულაციები, რომელიც მას არ სიამოვნებს და რაღაც გამოუვალ მდგომარეობაში ადამიანი თითქოს ვალდებულია იყოს იქ, თუმცა მას ეს არ სურს და ერთი სული აქვს, როდის დასრულდება, ასე ვთქვათ, ეს მისი ტანჯვა შეიძლება ითქვას, ამას ელოდება. ყველასთან არ იქნება, ალბათ ასე ძვირფასებო, რაღაც გარკვეულ პროცენტთან, შესაძლებელია მას სამსახურში აქვს ასეთი სიტუაცია, რაღაცას განიცდის მძაფრად, რაღაცას აზვიათებს შესაძლებელია. კარგით, დავანებოთ მის საქმეებს თავი, ასე ვთქვათ და ვნახოთ თქვენზე რას ფიქრობს კონკრეტულად. ნანობს ძალიან განიცდის რაღაც წარსულში გადაუდგმელ ნაბიჯებს. კიდევ თქვენთან დაკავშირებით, რომ თქვენ
უფრო მეტად სტაბილურად უნდა იყოთ, ვიდრე ხართ და ამაში რატომღაც ადანაშაულებს თავის თავს. ფიქრობს, რომ გესაუბროთ ამაზე. თქვენ ძალიან ენატრებით, შესაძლებელია ხა ზოგერთმა თქვათ, რომ ჩემს გვერდით არის და როგორ ვენატრებიო, ან ერთად ვართ და რატომ ვენატრები. არის ესეთი კარტი, შესაძლებელია იყოთ ერთად, მაგრამ ამავე დროს ენატრებოდეთ თქვენ, პარადოქსია, მაგრამ არის შესაძლებელი და რაღაც 60%-თან მოდით ასე ვთქვათ, აქ რეალური ნოსტალგია, რეალური მონატრება, მას ენატრება ის დრო, როდესაც თქვენ მას თვალებში შესციცინებდით, როდესაც ელოდებოდით, ან შესაძლებელია ასევე ასეთი რაღაც, რომ უბრალოდ ის ამ მომენტში, როდესაც ჩვენ ამ გაშლას ვაკეთებთ, იხსენებს იმ მომენტს, როცა რაღაცა გაჩუქათ, მოგიტანათ, რაღაც გადმოგცათ. და როგორი სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა მას თქვენი სიხარულისგან. აი, თქვენ როდესაც მაგ გაგახარათ, თვითონ დარჩა ნასიამოვნები. ამას იხსენებს ამ მომენტში. კარგით, კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? რაღაცაზე გესაუბროთ უნდა, რაღაც გზასთან დაკავშირებით, ძალიან სწრაფად, ფიქრობს, რომ რაღაც უნდა დაგარწმუნოთ ამ ადამიანმა გზასთან დაკავშირებით და სწრაფად განახორციელებს ამ ზარს, სწრაფად შეგატყობინებთ. შესაძლებელია ეს იყოს ზარი, შესაძლებელია იყოს ხმოვანი შეტყობინება, რაღაც შეტყობინების სახით გამოგეგზავნით ის თავის ნაზრებს გზასთან დაკავშირებით. კარგით, კიდევ რას ფიქრობს ამის გარდა? ის ფიქრობს, რომ თვითონ არის შეუდარებელი, უჭკვიანესი და ყველაფერს მოახერხებს ისე, როგორც სურს მას. და ვნახოთ მას რა სურს კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებით. გეგმები აქვს გარისკოს და მოგეახლოვდეთ. ოღონდ შეგნებული აქვს, რატომღაც აქ ასე ჩანს, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ეს არ მოხდება მალე. ან ვინც ერთად ხართ იმათთვის ვირფასებო, რაღაცა მას სურს, რომ გარისკოს იმისათვის, რათა აგიხდინოთ თქვენ სურვილი, თქვენი რაღაც სანუკვარი სურვილი და აი ამითი მოიპოვოს თქვენი ინტერესი. რომ თქვენ დაინტერესდეთ მისით და მიაქციოთ ყურადღება. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? რაღაც ამ მომენტში თითქოს თulis რომ თქვენ ძალიან დიდი არჩევანი გაქვთ. ვინც თავისუფალი ხართ, იმათზეა საუბარი დაოჯახებულებზე და წყვილში ვინც ხართ, მაგაზე არა. ვინც ხართ მარტო ამ მომენტში და არ გყავთ ოფიციალური პარტნიორი. ასეთები გულისხმება, ის ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან ბევრ ადამიანს მოსწოხართ, ძალიან ბევრი ცდილობს, რომ მიიპყროს თქვენი ყურადღება და ეს არის უდიდესი ცდუნება მისი აზრით. და ამით არის უკმაყოფილო, რომ თქვენ ბევრი თაყვანისმცემლები გყავთ, ასე ვთქვათ. კიდევ რას ფიქრობს? მიუხედავად იმისა, რომ რაღაც თითქოს დაშორებასავით არის, შეიძლება დროებითია ეს განშორება რაღაც არის თქვენ შორის, რაც ხელს უშლის თქვენს ერთად წყვილში ყოფნას, მიუხედავად ამისა, მას თქვენ ძალიან უყვარხართ, უდიდესი ემოცია აქვს თქვენს მიმართ, უნაზესი გრძნობა და ის მიგირჩინებთ თქვენ საკუთარ ოჯახად, საკუთარ ადამიანად. თქვენ ხართ მისი საყვარელი ქალი, მდედრობით სქესს ეხება, რასაკვირველია,
და თქვენ ხართ ის, ვინც არის მის გულში. გესურვებთ წარმატება